მოგესალმებით, ხალხო, მე ვარ ვახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, შეუზღუდავი მიღწევების მარათონის ავტორი, რომელიც იწყება 7 სექტემბერს. და ამ ლაივში, ამ ეთერში მინდა განვიხილოთ ისეთ საინტერესო ფენომენი, როდესაც იწყებ ურთიერთობას პარტნიორთან, სასიყვარულო ურთიერთობაზეა საუბარი, ადამიანი გიყვარს, ის გიზიდავს, მაგრამ შემდეგ რაღაცა ხანში, ხო, ზოგს რამდენიმე კვირაში, ზოგს რამდენიმე თვეში, ზოგს რამდენიმე წელიწადში უნელდება სიყვარულიც, ვნებაც და ყველაფერი დანარჩენიც და ურთიერთობები ხდება მდარე, რუტინული და ძალაუნებურად ქვეცნობიერად ადამიანი ეძებს, ასე ვთქვათ, სხვა ურთიერთობებს, სხვა შესაძლებლობებს და ასე შემდეგ. საქმე იმაშია, რომ ასე ვთქვათ, როდესაც ვართ ადამიანთან ურთიერთობაში, ხო? თუ გვაქვს ერთი საინტერესო ჩვევა, სააზროვნო, რომ უსიამოვნო მომენტებს, ასე ვთქვათ, ვინახავთ მეხსიერებაში, ხო? აი თუნდაც რაღაცა წვრილმან უსიამოვნო მომენტებს ჩვენი ურთიერთობის. ნელ-ნელა ისინი გროვდება და ასე ვთქვათ, ის ემოციები აღარ არის ამ ადამიანის მიმართ ესეთი ცოცხალი, გრძნობები არ არის ესეთი ძლიერი და ასე შემდეგ. ანუ მარტივად რო ვთქვათ, აი ამ სასიყვარულო ელექსირის არევა ხდება რაღაცა ნაგავთან, ჭუჭხთან და ნუ აღარ არის ხოლმე ისეთი მიმზიდველი და ისეთი გემო აღარ აქვს. შესაბამისად, აქ არსებობს ასეთი უსიამოვნო მოვლენების დაძლევის რამდენიმე გზა და პირველი და მნიშვნელოვანი ეს არის ჩვენი უნარი, ასე ვთქვათ, კარგად დავიმახსოვროთ დადებითი მომენტები, პოზიტიური მომენტები, სასიამოვნო მომენტები, სასიხარულო მომენტები, ხო, ვნებით ახსავსე მომენტები და მივცეთ საკუთარ მეხსიერებას საშუალება, რომ მან დაივიწყოს აი ეს წვრილმანი უსიამოვნებები, ასე ვთქვათ, რომელიც საერთოდ არაფერში არ გჭირდება. ძალიან მარტივი ლოგიკა, ხო არ ინახავ ცუდ სურათებს, ცუდ ფოტოგრაფიებს, ხო? აი მაგალითად, იღებდი ფოტოს საკუთარი თავის ამ რაღაცა პეიზაჟს და არ გამოვიდა, ამას ხო არ ინახავ, ამას ხო შლია, ნაგდებ. ინახავ როგორც წესი ლამაზ სურათებს ფოტოალბომებში, მაგრამ რაც შეეხება ცნობიერებას და მეხსიერებას, ხშირად ადამიანები აბსოლუტურად საპირისპიროდ იქცევიან. ხო და რა ვქნათ ამ შემთხვევაში, თუ მივხვდით, რომ ჩვენი ვნება აღარ არის ისეთი. ანუ აზრების დონეზე, ხო, აი გააზრებულად მესმის, რომ ეს ადამიანი არის ჩემი, ხო? ჩემიანია, ასე ვთქვათ, აი ყველანაირად მინდა რომ ის ჩემ ცხოვრებაში იყოს. მაგრამ სხეულში ის, ასე ვთქვათ, ემოციური თუ ფიზიოლოგიური რეაქცია ის სასიამოვნო, ხო, როდესაც პაემანზე მირბოი და მთელი შენი სხეული სიმფონიური ორკესტრივით უკრავდა, აი ეს აღარ არის. აი რა ვქნათ ამ შემთხვევაში? აქ უნდა გავიაზროთ ერთი მარტივი მომენტი. ანუ მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ჩვენი მოგონებები მომხდარი მოვლენების შესახებ შეიძლება ორნაირად იყოს მოთავსებული, შენახული, ასე ვთქვათ, ჩვენი მეხსიერების არქივში. პირველი ვარიანტი ეს არის, როდესაც ეს მოგონება რაღაც მომენტი, ხო, გახსოვს, ასე ვთქვათ, პირველ პირში. აი როდესაც ამას იხსენებ, იმ მომხდარ ფაქტს რაღაცას, ეს გახსოვს ისე თითქოს ისე ვიქხარ. ანუ იგივე სხედავ, იგივე გარემო, შენს გარშემო, ხო, აი საკუთარი თვალებიდან დანახულივით. იგივე ხმები გესმის, იგივე შეგრძნებები მოდის, სუნები, გემო, ანუ ასე ვთქვათ, მთელი შეგრძნებითი, მთელი შთაბეჭდილებების სიმდიდრე ამ მომენტში არის შენთვის ხელმისაწვდომი და აი ესეთი ტიპის მოგონებებზე ჩვენი სხეულის რეაქცია არის როგორც წესი საკმაოდ ძლიერი. მეორე ტიპის მოგონებები, ანუ ჩვენ მეხსიერებაში სხვანაირადაც შეიძლება იყოს დაარქივებული და შენახული წარსულის მომენტები. ესე იგი, შეიძლება როგორ იყოს, ცით აი, რო ვიხსენებ რაღაცა მომენტს, ჩემს მოგონებაში, ჩემ თავს გვერდიდან ვხედავ. ანუ უყურებ საკუთარ თავს ამ პროფილში, ან ამ ფასში, ხო, ან ზურგიდან, არ აქვს მნიშვნელობა როგორ, მაგრამ გვერდიდან ვხედავ. ანუ თქვენ მე არ ვარ ჩემს სხეულში, გარეთ ვარ გამოსული და ვაკვირდები როგორ ვითარდებოდა იქ მოვლენები. ეს შეიძლება იყოს შენახული, ასე ვთქვათ, ვიდეო კლიპის სახით, ხო? მეხსიერებაში შეიძლება იყოს ერთი რაღაცა ცალკე აღებული სურათი იყოს ესეთი გაყინული სტატიკური, შეიძლება იყოს რამდენიმე სურათი, ანუ slide shows ფორმა კონდეს და ასე შემდეგ.
გამომდინარე იქიდან, თუ ასე ვთქვათ, როგორ ვინახავთ ჩვენს მეხსიერებებს, ეს ძალიან ძლიერად მოქმედებს ჩვენს ემოციურ მდგომარეობას და საბოლოო ჯამში ჩვენს დამოკიდებულებაზე და მენტალურ, ემოციურ და ფიზიოლოგიურ რეაქციაზე ჩვენს პარტნიორს. ერთი ქალბატონი იყო, ასე ვთქვათ, წლების წინ მოსული კონსულტაციაზე და რაღაცა სხვა პრობლემით. და რაღაცა საუბარში მოაყოლა, რომ ძალიან გადასარევი ურთიერთობა აქვს საკუთარ მეუღლესთან და აბსოლუტურად ბედნიერები არიან. და რო ვკითხე, როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა, იმიტომ რომ როდესაც ვხედავ რაღაცა ეფექტურობას, ხო, რაღაცა სტრატეგიას, რომელიც კარგად მუშაობს, ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე და ყოველთვის ვცდილობ ჩავწვდე, ასე ვთქვათ, რა დევს ამ სტრატეგიის ფუძეში ისეთი, რაც შეიძლება მე აიღო და გაამეორო, ხო, ესე ვთქვათ, ეს სტრატეგია ასწავლოს სხვა ადამიანს, რომ იმანაც მიაღწიოს ანალოგიურ შედეგებს. ხო და თქვა ესეთი რაღაცა, რომ მეც და ჩემი მეუღლეცო ძალიან მარტივად ვივიწყებთ უსიამოვნებებს. შეიძლება 10 წუთში აღარც მახსოვდესო რა, რეაქცია არ მქონდესო, აი რაღაცა უსიამოვნებები რო ხდება. ეხლა საუბარი არის ისეთ უსიამოვნებაზე, თუ ადამიანმა რაღაცა გიღალატა და რაღაცა ამორალური საქციელი ჩაიდინა, რაღაცა საშინელება. არა, ამაზე არაა საუბარი. საუბარი არის ყოფით, ასე ვთქვათ, აი პატარ-პატარა უსიამოვნებებზე, რაღაცა მოსაწყენ მომენტებზე, ხო? ხიჩკოკმა ერთხელ ძალიან სწორად აღნიშნა, რომ კინო ეს არის ცხოვრებაო, საიდანაც ამოჭრილია ყველა ესეთი მოსაწყენი მომენტი. ანუ ყველა მომენტი, ასე ვთქვათ, საათის განმავლობაში შეიძლება გიჩვენონ ადამიანის ცხოვრება მთლიანად და ეს პაუზები არის ამოჭრილი, ხო, როცა არაფერი არ ხდებოდა რეალურად. ხო და აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ესეთი რამე. ანუ ჩავატაროთ ჩვენი ერთობლივი წარსულის გენერალური დასუფთავება. როგორ გეცდება ეს ტექნიკურად? გამოყავით დრო, სადღაც შეიძლება 9 საათი, 1 საათი და დაიწყეთ უსიამოვნო მომენტების გახსენება. აი, რაც მოდის პირველი, ხო, აი ყველაზე უსიამოვნო მომენტი ჩვენს ურთიერთობაში, ერთობლივ წარსულში. რო გაგახსენდებათ, მიაქციეთ ყურადღება, საკუთარ თავს, ასე ვთქვათ, გვერდიდან ხედავთ, თუ პირველ პირში გახსოვთ ეს ყველაფერი. თუ პირველ პირში გახსოვთ, თითქოს ისევ იქ ხართ, ჩართეთ ფანტაზია, წარმოსახვაში გადმოაბიჯეთ, ასე ვთქვათ, საკუთარი სხეულიდან, დაინახეთ საკუთარი თავი გვერდიდან, აი იმ უსიამოვნო მომენტში, აი ამ მოგონებაში, ხო, როგორც სურათი ამ ფილმი. დააპატარავეთ, აი ამ, ასე ვთქვათ, ასანთის კოლოფის ზომამდე, გააშავთეთრეთ. წარმოიდგინეთ, რომ ფერები დაკარგა და გაწიეთ შორს. შემდეგ ანალოგიური დამართეთ შემდეგ უსიამოვნო მოგონებას, რომელიც მოგდით თავში, კიდევ ერთ უსიამოვნო მოგონებას და ასე განაგრძეთ, სანამ აღარაფერი არ გაგახსენდებათ უსიამოვნო. ხანდახან მეუნებიან ხოლმე ადამიანები, ასე შეიძლება 2 დღე ვიждდე. 2 დღე კი არა, 20 წუთზე მეტი არავინ არ მჯდარა, აგერ 20 წელი პრაქტიკა მაქვს, ხო? ამოვიდა, ასე ვთქვათ, უსიამოვნო მოგონება გავიხსენეთ, გამოვედით, დავაპატარავეთ, გავაშავთეთრეთ, გავწიეთ შორს. ამას რამდენჯერმე რო გააკეთებთ, თქვენი ქვეცნობიერი ისწავლის ამის კეთებას და შემდეგ ეს გადავა ჩვევაში. და რაღაცა ყოფითი უსიამოვნება რომ მოხდება, ის თვითონ გააკეთებს ამას. ასე ვთქვათ, თქვენი ცნობიერი კონტროლის და ყოველგვარი ტექნიკების გარეშე. გამოვა, ასე ვთქვათ, ამ მოგონებიდან, წარმოიდგენს, რომ გეგონება გვერდიდან ხედავს საკუთარ თავს, დააპატარავებს, გააშავთეთრებს და გაწევს შორს. ეს პირველი რაც უნდა გავაკეთოთ. მეორე მომენტი. როდესაც მორჩებით უსიამოვნო მოგონებების, ასე ვთქვათ, დახვეტა დასუფთავებას, შემდეგ გაიხსენეთ სასიამოვნო მომენტი რაღაც. შეიძლება ის მომენტი, როდესაც აი იგრძენით და გააცნობიერეთ, რომ ეს ადამიანი შეგიყვარდათ, ხო? გაიხსენეთ ეს მოგონება ამ მომენტის შესახებ. სასიამოვნო. შეიძლება სხვა რაღაცა იყოს, შეიძლება იმდენად სასიამოვნო იყოს, რომ ამაზე საუბარიც კი იყოს უხერხული სხვებთან, მაგრამ მაინც, აი რაც უფრო სასიამოვნო რაღაცებს გაიხსენებთ, მით უფრო კარგი. ვიხსენებთ, ესე იგი, სასიამოვნო მომენტს და ვაქცევთ ყურადღებას. აი, სასიამოვნო მოგონება როგორ არის ჩემ მეხსიერებაში შენახული. გვერდიდან ვხედავ ჩემ თავს თუ პირველ პირში მახსოვს. გეგონება იქ ვარ. თუ გვერდიდან ვხედავ, ხო? აუცილებლად, ასე ვთქვათ, წამოიღეთ ეს სურათი, შედით შიგნით.
წარმოიდგინეთ, რომ ისე ვიქართ იმ მომენტში, როდესაც ხდება რაღაცა ძალიან სასიამოვნო და კარგი და ასე ვთქვათ, ბედნიერების მომცემი. ასე ვთქვათ, მიეცით გამოსახულებებს ისე ფერები დაუბრუნეთ, ხმები, სუნები, გემო, შეგრძნება, აი მაქსიმალურად გაამდიდრეთ, ხო? მოუმატეთ სიკაშკაშეს სურათების ზომაში, გაადიდეთ ხმებს, მოუმატეთ, ასე ვთქვათ და იმისთვის, რომ სხეულმა დაიწყოს ძლიერი რეაქცია აი ამ პოზიტიურ მომენტზე. შემდეგ, როდესაც იგრძნობთ, რომ ხართ გაცილებით უკეთესად, აიღეთ მეორე სასიამოვნო მოგონება, შემდეგ მესამე სასიამოვნო მოგონება და აი ასე დაუარეთ მთელ სასიამოვნო მოგონებებს, თუ გარედან ხედავთ მათ, შედით შიგნით, გაადიდეთ, გააფერადეთ, გააცოცხლეთ, შეზინეთ ხმები, სუნები, გემო, ყველაფერი ერთად. შემდეგ ვაკეთებთ კიდევ ერთ საინტერესო, ასე ვთქვათ, ტექნიკურ ფოკუსს. წარმოიდგინეთ, რომ დაამონტაჟეთ, ანუ შექმენით ესეთი ვიდეო ფილმი, რომელიც შედგება პოზიტიური მოგონებებისგან. და დაიწყეთ ამ პოზიტიური მოგონებების ნონ-სტოპ რეჟიმში გახსენება. პირველი მოგონება, მეორე, მესამე, მეხუთე, მერვე, მეათე, აი გახვედით ბოლოში, მაგალითად 10 წალია, ხო? შემდეგ მოუბრუნდით ისევ პირველი, მეორე, მესამე, კიდევ გადით კიდე ერთხელ. ანუ რამდენიმე წრე გაიარეთ აი ამ პოზიტიური მოგონებებისა უწყვეტლივ. შემდეგ მიაქციეთ ყურადღება, რამდენად შეიცვალა თქვენი შინაგანი მდგომარეობა. შემდეგ დაფიქრდით თქვენს პარტნიორზე და მიაქციეთ ყურადღება, როდესაც მასზე ფიქრობთ, რა შინაგანი რეაქცია გაქვთ მის მიმართ, როგორ შეიცვალა თქვენი რეაქცია, რამდენად უფრო სასიამოვნო გახდა თქვენი რეაქცია მის მიმართ. აი ესეთი საკმაოდ მარტივი მეთოდი, რომელიც მნიშვნელოვანწილად ზოგავს დროს ფსიქოთერაპიებზე, ასე ვთქვათ, რომ მე ვიაროთ წლები და ვაანალიზოთ, რატო გვაქვს ცუდი ურთიერთობა. ნახევარწელიწადში ერთხელ მაინც აი ესეთი გენერალური დალაგება თქვენი ურთიერთობებისა, მოგონებებისა იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა თქვენს ერთობლივ ურთიერთობებში, ჩაატარეთ ხოლმე. თუ გსურთ, რომ ისწავლოთ ნეგატიური მოგონებებისგან გათავისუფლება წუთებში, ხო? და საერთოდ დატოვოთ მთელი ნეგატივი ერთხელ და სამუდამოდ წარსულში, გამოიხუროთ კარი, ისე რომ თქვენი ნეგატიური წარსული საერთოდ აღარნაირად არ მოქმედებდეს თქვენს აწმყოზე და მომავალზე, მობრძანდით შეუზღუდავი მიღწევების მარათონში, რომელიც იწყება 7 სექტემბერს, აგერ დარჩა 1 დღე. მომწერეთ ამ პეიჯის პირადში, დაგაკვალიანებთ, როგორ შემოგვიერთეთ და ისწავლოთ კიდევ ბევრი და ბევრი იმდენად სასარგებლო ტექნიკა, რომელიც მოგცემს საშუალებას, ალბათ თქვენი პრობლემების 90%-ს თქვენ თვითონვე გაუმკლავდეთ. გარდა ამისა, ასე ვთქვათ, დასახოთ თქვენთვის ძალიან მიმზიდველი პერსპექტივა და ნაბიჯ-ნაბიჯ შეუდგეთ მის რეალიზაციას. ახლა თუ ნებას მომცემთ, წავიკითხავ თქვენს კომენტარებს. რა მომწერეთ? ძალიან კარგი. მე მგონი აქ ყველაფერი მარტივია, გასაგებია. დღეს საღამოს 7 საათზე 19 საათზე გეპატიჟებით ჩემს ლაივში ნეიროლინგვისტური პროგრამირების საბაზისო კურსის ფარგლებში, სადაც ვისაუბრებთ საკუთარი ჯანმრთელობის პროფილაქტირების და აღდგენის მეთოდებზე, ასე ვთქვათ, მესამე ნაწილია, ვიმუშავებთ საკუთარი თავის აღქმასთან, როგორ მოქმედებს ეს ჩვენს ჯანმრთელობაზე და ჩვენი ცხოვრების ხანგრძლივობაზე და ასევე ვისწავლით საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენების შეცვლას ძალიან მარტივად და სწრაფად. ასე რომ თუ შემომიერთებით ლაივში ხო კარგი, თუ არა და ჩანაწერი დარჩება და ნახავთ აუცილებლად. თქვენს გისურვებთ ხალხო წარმატებას, გისურვებთ ძალიან ლამაზ სასიამოვნო დღეს და შევხვდებით საღამოს. კარგად.